მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო, ეხლა ჩვენ უნდა გავახათაბალოთ და ხათაბალებში მოვახვედროთ ბატონი ნიკოლოზ არაბიძე, ჩემი ძმა და მეგობარი, რომელიც არის კომედი შოუს მსახიობი, წამყვანი და ასევე გააცინე და მოიგეს ერთ-ერთი აქტიური ჟიური. ჩვენი მსახიობი, ეს არა, მომძანდით, გივი, რომელიც არის ასევე ქუთაისელი და მის მშობლიურ მხარიდან მყოფ წარმატებულ ადამიანს შეიძლება გააცინოს და მოიგოს. ნახოთ, გააცინე და მოიგე, კულისებს მიღმა. Ai ხართ. რა ხდება? რა მოვედი მეძიცა. ანუ გააცინეში. ძალიან კარგი. შევეცდები რაღაცნაირად. ახლა რა ვიცი, თქვენ რო გიცნობთ, როგორც თქვენი ამბები რა ქვია, ძალიან გაჭირდება მაგრამ. რაღაცა ცოტა გაჭირდება რას ქვია. რა მიდით უნდა გაგაცინო. ქუთაისი და მანესი. მე ქუთაისი თუ ხარ მეტოდეს კაცი. რა ფორმატი ასე თუ ისე ვიცი და კაროჩე ანეკდოტების მოსვლა ხო რაღაცა ესეთი. კი ბატონო, ახალი კაი. სასაცილოები უკეთესი. ანეკდოტები. სასაცილოები უკეთესი. კი ბატონო, ისე ხანდახან შეიძლება ძვენები უგა დააკეთო, მოაკეთო თუ რა ვიცი, ახლა თქვენი საქმეა რა. როგორ გადააკეთებთ რანაირად. ერთი სიტყვით სასაცილო უნდა იყოს თავარია და დანარჩენი რა ვიცი, უნდა გადააკეთეთ, იმედად მოაკეთეთ. აი ნუ ნერვიულობთ? არა, ნერვიულობთ ხო, ამაზე უფრო ნერვიულობთ რაღაცა ის პრობლემა მაქვს. თქვა ესეთი ეხა ამ წუთას ისე რომ მოვყო უფრო შინაურულად ანეკდოტი მოიჭირდება. თქო ვიდეო რა დავიძაბდო და რაღაცა ისე. კი ბატონო, შინაურულად. აუ და 85 წლის მოხუცი რომ მიდის ექიმთან, სექსოლოგთან. და ნუ ახლა რა თქმა უნდა ექიმი რო შეხედავს სექსოლოგი არის 85 წლის კაცი მოვიდაო. შეგეშალათ კაბინეტი რომ უნდა პირველში რა სხვა რამეა. სექსოლოგი ხო ხარ, აბო, კაცი ესე უნდა ექიმი. კიო, სექსოლოგი. ხო და პირადად ჩემთან მაქვს საქმე. ესე იგი, რანაირი ამბავია ხა იციო? ეს მოხუცი აბო ექიმიკაც ხარო და გამიგებს სხვანაირად. 5ჯერ რო უშო ცოლსა 5ჯერ რომ აქ აქტივო 5ჯერ. მე-6-ზე რომ მაგ პატარა შუილები ყურშია. ცოტა შუილები მომდის ყურშია. ხო ვერ მეტყვი. შუილები გერა აპლოდისმენტებია. კი ბატონო, მე ერთი რამე მინდა გირჩიოთ, ახლა ეს ანეკდოტი რო გასაგებია, მაგრამ ეს საკმაოდ ცნობილი ანეკდოტია. ხო. ასე რომ უნდა ვეცადოთ ისეთი გავაკეთოთ, რომელიც არ ყოფილა სიტუაცია, ან ცოტა ახალი იქნება რაღაც აი რა ვიცი. სხვა რამე გაქვთ ისეთი თვლით რომ ის უფრო უკეთესია ვიდრე ეს. სერგოიას რო გავცინო? კი ბატონო. აი ისინი რო გავაკეთოთ თქვა. შეიძლება რომ ეგეც შეიძლება არ არის პრობლემა. თუმცა მარტო მერეს სახი და რაღაცას მერეს თქვი კი. სერგოიას ისტორია წყალი რო დალია ვიღაცა ფანტანზე მივიდა და აქეთ დედაშვილი მოდიოდნენ და დააღწვა სერგოია. დალია მანამდე სანამ ეს დედაშვილი იყო და დალია და მოდი ახლა შენ დალი. ამეცია მივიდა და ეს დედაუნება შვილს არ დალიო შვილო არ დალიო მაგან სერგოიამ დალი. არ დალიო შენ აღმოწოდია. გამოწე. გაიგონა სერგოია. მე დაი შიფციმჭის შევცემჭე. და ამდე ასე თქვა თუ ასკენ გავზერვარი ახლა მაგ ისე აი გაცი ასკენ გავიგენდი ეს გამაბზერო გადავაკეთო. ასკენ 89 გამიოდა არა ვიგენდი ეს გამავიდა. ესე იგი 9 ხაფრის გულზე არ გამომღაცინე.
ეხლა მე გიჩი რომ გასაგები რაღაცა Excel-ზე გააკეთებ თუ ანეკდოტს ვაკეთებ, მაგრამ ახლა ისეთ ანეკდოტი ახლა ბიგენდის კაბაბზე იქნება, ის რინკანზე იქნება თუ იტალიურ პიცაზე, ერთი და იგივე არის და ასე რომ რაღაცა ისეთ უნდა ვსადოთ, სხვანაირი უფრო ახალი რაღაცა ანეკდოტი ან თუ წერთ, საერთოდ წერთ შევით რაღაც ხუმრობებს რაღაცა შემიძლია. კი ბატონო, ეგეთი უკეთესია ჩემს ნახე იმ ანეკდოტის მოყოლას, რომელიც ყვებოდა ბაბუა ჩემის, მამა ჩემის, მეც და შენი შვილიშვილებიც ალბათ გაიხსენებენ, ეგეთიც არ ჯიურიზე ზეწოლას რომ ვძახ, ნახე, ჯიურიზე ზეწოლა იყო. უდები ჯღანო. არ გეცნება. ახლა სასწაული რო ვჭა. და ქუთაისად რო ვთქვა, უფრო დევიმდღნა. ვიცი, ახლა დევიმდღნა, არ ვიცი, ახლა სასაცილო იქნება. ისე თუ მოფიქრებული მოსულიყავით, თუ ახლა და გაგეფანტათ გონება და არა, ჩამოსული გავიყინე და აშივე. სიცივი არის. რომ მოგიგიტინო. მე ვიდე და მოგიგიტინო. შიო მოგიგიტინო რას ხი. და ჯური ხოზე. და რომ მე ვიდე თქვა და იჟი. არ ვიცი ახლა ეგეთი არ გაუკეთებია ჯერ არავის და ხო რა ვიცი ახლა ამით რასაც ამ წუთში ყვებით ცოტა შეიძლება პირველი ტური გადალახოთ, მაგრამ მეორეში არ ვიცი. თან ტურებიცა, ხო? მაგიც არ ვიცოდი ახლა. ეს გადაცემა ნანახი გააქვთ? გადაცემა ტურები. ტური ანუ პირველი წუთი. ხო, მასე ხო. წუთი მესამე მეოთხე არ მომასე. ეტაპები კი სხვა თმაი კი ვიცი. ძალიან კარგი. არა, 400 ლარი მჭირდება, სულ. გასაგებია თუ ყველას მჭირდება და მოდიან. 400 ლარი დაიჟუნა ჩემი და 15 ლარი არ გზაში ვწევდი, აგეთე. 415 ლარი, 415 არ ვიცი. 100 თუ მევიგე, ყოფს, ნო. ყოფ რასკია, ანუ ნახევარ შენ, ნახევარ თქვენ. დიდი მადლობა, მაგრამ თუ გიმოიგებთ მერტყვა შეგაგოთ თქვენი 1000 ლარი და გინდა 415 დახარჯეთ, გინდა 927 ეს თქვენი გადასაწყვეტია ყველაფერი. შემოგივიდეთ რა მინდა გითხრა. თუ გადაწყვეტა აქ მოსვლას, ცოტა უფრო მომზადებული უნდა მოხვიდეთ ჩემი აზრით რა. ნუ ეს ჩამოყალიბებული კონდეს რა საკეთებლის გაკეთება გინდა. კი ბატონო, ანეკდოტები არ არის პრობლემა. გინდა იმღერე იცეკვე რა ვიცი და თუ გინდა ფეხში მიხიჭინე თუ რა ვიცი მე. უნდა იყოს სათაცილო აქ ახლა ის არ არის აქვია სამომკვიდრო ფონდი და რამეს გააკეთებთ ისეთ რომელზეც გაიცინებს მერტყვა მოგახმაროთ მშვიდობაში რა ვიცი რა გითხრათ მე რა მეც პატერი რაღაცა რაღაცა და ჩემზე იყოს რომ გადაიცემა ხუთარი მეც პატერი რა მეცი პატერი მაგარის თარტეში ვარ 1000 ლარი თუ ეგ ნახევარ ჩემი აი შეგენას ინდა რესტორანში კიდე 400 და შევიდა რომ დაი თან 415 გჭირდება აბა 10 ლარი ვიზიტები კაი ვალანა წაუყო მაგას მაგრამ 2 ლარი ხაჯავ ორლას პედაგოგია და კიდე ჩემს სახელზე შეჭამ ერთი ხაჯავ იმონას დავაყოლეს მაგას ეს 415 ლარი რო არ აქვს განაჩვენები ვაში რა ქვია ან 400 უნდა გაჩერდი ან 1000 უნდა ახლა ამბიციური თუ ხარ კაც ბარი ბოლომდე უნდა იყო 1000 ლარს ზევიღებ და გაგი არ ვიგაც მაგრამ მე მგონი ალო რომის ვინეც მაო აგერეთი წამით თქვენ ახლა ყველაფერი გინდათ ვიზია იმასავით და მე
ყველაფერი ჩქარა ასე არ გამოვა. მე აფერად და გამევიარე ვიყინი და 400 ლარი მინდა აი რა მანები თავი აი გუშინ მაგივრობენ. მე ვარ ვინაკო გუშინ მაგივრე მე ვარ ეს. რა ვიცი ახლა მე ერთი რამე შემიძლია რო გითხრა რა. ჩემი აზრით ამითიანი თქვენ რაც მოგევით აქ არ ვიცი არ ხარ ჩამოყალიბებული. ამით რა გიჭირდება ცოტა ასეულს აგება ჩვენგან დამიჯერეთ. ცოტა ასა ამიტეთ პატარა ის ასე შეიძლება თაისუ. ატარა შინა უბრალოდ თაისუ დრას. შეიძლება საგამდე ვიღიო შეღავათია თან საგამდე 400-მდე იყო ზაღარდები. 100 უნდა შეიძლება. არა ვიცი, ხანდახან ხო აკეთებ თან. ეხლა მოისმენე შეშეულა მე გეტყვი რაც გაგმოტანი შენ და რაც მითხარი მაგაზე 50 ლარზე ალბათ გავიცინებ ანმე ან სხვა მეორე ჟურის წევრი და მაგიზებით არ ვიცი უკვე რაღაცა უნდა ეს რაც მოიტანე შენ თუ გაქვს რამე კიდე თუ გეუბნები თქვი და შეიძლება იყოს ასეც რაღაც რა ვიცი რანაირად დაგიხსნა ახლა ეს რაღაც მომიყევი ორი ანეკდოტი ძველი და ვიკენდის ხამობზე გადავაგებ ხილის ანეკდოტს ახლა ეგ რა ვიცი რა მგონია ესეთი სასწაული სადაც სადავრჩი აქ არავინ არ ყავს არა ესეთი ახლობელი და იგი არავინ არ რაღაცა სალტოლო გავედო დებეცე ეს ახლა აქ მომეიტრო სხვებს თუ გაციხადა სტარტო გააკეთე არ ვიცი ახლა რანაირად გითხრა ნებისმიერ თემაზე გინდა სტარტო გააკეთე თუ რა ვიცი რა თუ კი შეგიძლია ახლა პირველად თუ აკეთებ მაინც ჩვენ სცენაზე მოგააკეთებ სტარტოს და არავინ არ დაგჩაგრავს მეც და ჩემს გვერდით ვიცინავ ჟიურის წევრი სასაცილოზე გაიცინებ მეტი რა ვიცი რა შემიძლია რო გითხრა რა ასულია არ მოსულია აცინე მე როგორ ვიცი გამოვიცი კაისე რა ე მოგებინე კაისე რაღაც პროფესორი საათე გაგიყო ნახევარზე არ 415 ლარი მინდა 415 ლარი 400 ლარი მინდა ვარი ვიჭერა და დავშეცი რამდენჯერ გიეცინა დანაბარაკში და ბოლოს ჩამჟი ეს ამის პიჩკები ხო და 400 ლარი მინდა 415 ლარი მინდა 400 მინდა მოეჭველიო 400 ლარს მოვიგებო და სამგზავრო ეცინება მე დაგლახადეში ეცინა რაცინა მოიგეს კი არ ბიუჯეტში და ვიშ მახეს არა მოხდა ჩვენ ხარულ კამერები შეუროგაც კომედიას კი გაკნაყურები და არა გოფური და შენ რა 415 ლარი მე ისედაც არიგებს ამთან ხერს და აღარ აქვს ბიუჯეტი თქვენ კარგად მოგეხსენებათ მახეს თლათარ აქვს ბიუჯეტი მაგრამ გააცნე და მოიგე კვაფინანსებს აქეთ არა ცოტა უცნაურად კი ლაპარაკობდა მაგრამ რა მეგონა თუ ასეთი საქმე გავაფიქსირეთ გაეღიმა ბოლოს ჩამჟი